მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარია ჰერა 21-ის თანაწმდელი ნინი მაისურაძე. მოგესალმებით. დღეს ნინი ისაუბრებს ახალგაზრდების მიერ დასმულ ყველაზე აქტუალურ კითხვებზე. ნინი, რას გულისხმობს უხერხული საუბრები, მაგალითად მენსტრუაციაზე და გადატეხის ასაკზე? ზუსტად ეგეთი. ყველას გვაქვს კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა ხშირად გვეუხერხულება და შესაძლოა განცდის უხერხულობის გზნობა გვეღობება წინ. რატომ არის ყველაფერი ასეთ უხერხული როცა ვიზრდებით? იმიტომ რომ ყველაფერს ახლიდან სწავლობ, საკუთარ სხეულსაც კი და მთლიანად იმასაც კი ახლიდან სწავლობ თუ ვინ ხარ. მგონი ეს რეალურად ცუდი არ უნდა იყოს. უხერხული საუბრები ცუდი არ არის. უბრალოდ ეს ახალია. ამ დროს შენს კომფორტის ზონას ტოვებ, მე თუ მკითხავ ეს უფრო სიმამაცეა. მაგრამ რა ხდება, როცა ჩვენს მშობლებთან არ გვსურს ამაზე საუბარი? რადგან ზოგჯერ ძალიან გვეუხერხულება და გონია რომ ვერ გავიგებენ. მართლაც რთულია. ყველას დასრულმა არ იცის, როგორ უნდა ისაუბროს ამ თემაზე და ეს სრულიად ნორმალურია. თუმცა არსებობენ სხვა სანდო პირებიც მშობლების გარდა, როგორიც არის ფსიქოლოგი, მასწავლებელი, თუნდაც სანდო მეგობარი. ჩემთანაც თავისუფლად შეგიძლია საუბარი. მართლა შემიძლია შენთან საუბარი? სრულებით. თან დადებითი მხარეც ის აქვს, რომ ერთმანეთს ცოდნასა და გამოსილებას ვუზიარებთ. მეც ბევრი რამე არ ვიცოდი ამის შესახებ, თუმცა გავიარე ასოციაცია ჰერა 21-ის თანასწორ განმანათლებლობის კურსი. ისიც ნორმალურია, როდესაც არ იცი რამე და მისი გაგება გინდა. ეს ცნობისმოყვარეობაა და ცნობისმოყვარეობა კარგია, რა? ანუ კარგია, როდესაც არ ვიცით როგორ მოვიცეთ? კი, კარგია, უბრალოდ შეგიძლია ერთი კონკრეტული კითხვა დასვა. მაგალითად, რატომ ეცვლება ხასიათი ასე ხშირად? ან როგორ გავიგო, რას ვგრძნობ? სიმართლე გითხრა, ყველაფერი მართლაც მაინტერესებდა. ჩვენი სხეულისა და ემოციების შესახებ სწავლა არ უნდა იყოს საშიში. ეს პირიქით ნორმალიზებული უნდა გახდეს. რა სიტყვი, იქნებ მე და შენ ერთად შევცვალოთ და გავხატოთ ეს ყველაფერი ნორმალიზებული. მოდით, ერთად ვაქციოთ უხერხული საუბრები ჩვეულებრივად.